გთხოვ, არაფერი მოგივიდეს. ხო. ხო. ოზან. ჩემო ისრა. არ გძინავს? შენ გიყურებ. ოზან, კარგად ვარ. მართლა ყველაფერი რიგზეა. როგორ არ მითხრა მუსა, როგორ არ მითხრა, გავგიჟდები. თუ რამე სერიოზულია? დამშვიდი. ეკიმა რა თქვა? თქვა რომ ტომოგრაფიაზე ყველაფერი კარგადაა. მაშინ თავბრო რატომ ეხვევა? რატომ გარგავს გონებას მუსა? რამე ახსნა უნდა იყოს. ისე მიყვარს, მინდა სულ იღიმოდეს. მუსა ხომ იცი რამდენი რამ გადავიტანეთ, მინდა რომ ბედნიერი იყოს. ძალიან ბედნიერი. ეს მეც მინდა. მაგრამ რძალს ვერ სათვხედავ. დღეს არ მოსულა? არ მოსულა მუსა. მე არ მინდოდა მოსულიყო. სახლშია და ისვენებს სანამ ანალიზების პასუხები გვეწოდინება. აღარ დაუშვებ დაიღალოს. გისმენთ? გამარჯობა ქალბატონო, ეს რა პასუხები მოვიდა თუ გძალიათ შევხვდეთ? შევხვდეთ. კარგი, ახლა ვიმოვალ. კარგი, შეხვედრამდე. მენექშე ნახე, ოქროს კოვზი, ოქროს საწოვარა. ასეთ რამეს კიდევ სათნახავ. შეხედე. შემეშვი ღვთის გულისთვის აღარ შემიძლია, ჩემი გული ამდენს ვეღარ უძლებს. ნახე, არ ვარდება. ზუმრუდი ვიღაცა. აი, ის დღეც დადგა. ისა? ხო, ძალიან ნერვიულობ. მიდით, თქვენ გაისერნეთ, ფეხებში უმებლანდებით. შენი ქმარი წაიყვანე და წადი. ულვაშაც თან წაიყვანე და წადი. გამარჯობა. გამარჯობა. მე ზობელ სახლში მივედი, მაგრამ როგორც ჩანს არავინაა. იცნობთ იქ ვინც ცხოვრობს? ვიცით, მე ვცხოვრობ. ზუმრუდ კორფალი. აღმასრულებელი დირექტორის დედა. სასიამოვნოა. ვიცით, თქვენი სახელი მითხრეს. ვიცით, მე ყველა მიცნობს, იმიტომ რომ ცნობილი ვარ ინტერნეტშიც კი. მაგალითად, აი ამ ღარიბ ქალს იცნობთ? არ იცნობთ? რა პრობლემაა, გავიცნოთ, გამარჯობა, მე მენექშე ვარ, ზარეული ვარ, რომელიც ბებიობაზე აპირებს წიგნის დაწერას. დაბრძანეთ, გთხოვთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მე სახლის დასათვალიერებლად მოვედი. დაათვალიერეთ, სახლის დაათვალიერეთ ყველაფერიც, მაგრამ ჯერ ჩვენი მანტები უნდა გასინჯოთ. ამას ნუსმენთ. საშინლად დამზადებს. ფარშიც არ ვარგა. სარიელი მანტებია, უხორცო. მე არ შევჭამდი. მე მომავალი პაპა ვარ ქალბატონო. ამავდროულად გამომგონებელი და დეტექტივი. იელჩინი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გაჩუმდი საცოდავო ულვაშა, გაჩუმდი. ქალბატონო, აქ აღნიშნულ გარემოებებში ჩემზე უნდა კონცენტრირდეთ. ზუმრუდ კორფალი იმ ორსართულიან ვილაში მე ვცხოვრობ. ჩვეულებრივ ამათ ზედაც არ ვუყურებ. ადამიანები არ არიან. მაგრამ რას ვიზამ, 30 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ღარიბები არიან. ფინანსურად უჭირთ, ამიტომაც მეხმარები აქ ვჭამ და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ფინანსურად დავუჭირო მხარი. ასეთი კეთილი ვარ. და არა იმიტომ რომ მომწონს. საშინლად ამზადებს. არ ჭამოთ. ქალბატონო, კეფირი ნივრით თუ უნივროთ? ნახეთ, ოქროს კოვზი და ოქროს აწოვარა მაქვს. უკვე მზადაა. დიახ, ქალბატონო, ეს რა. ანალიზების პასუხებს გადავხედე. ემერტეზეც არანაირი პრობლემა არ იყო. მხოლოდ ზოგიერთი მაჩვენებელია ნორმის ქვევით. ახლა საკვებ დანამატებს გამოგიწერთ, მაგრამ რა? ჩემი ყურადღება სხვა რამე მიიქცია. და როგორც ჩანს, თქვენი გულის წასვლის მიზეზი ეს იყო. რა არის?
ბოს, ასეთი კატეგორიებია, თუ დაამტკიცებ აპლიკაციაში დავამატებთ. კარგი, კარგად გამოიყურება, მაგრამ ეს რასაც გაუგზავნეთ, კარგი? მანაც ნახოს. პროექტის სამწვანელი ის არის. კარგი გაუგზავნი,ახლავე გაუგზავნი.ახლავე მოვალ. გისმენ ესრა, კარგად ხარ? რა მოხდა? ოზან, კარგად ვარ ნუღელავ. ექიმისგან გამოვედი. რას ნიშნავს ექიმისგან? რატომ? მე რატომ არ მითხარი? ერთად წავიდოდით. ამიტომაც არ გაგაგებინე პანიკაში რომ არ ჩავარდნილიყავი. დამშვიდდი თუ შეიძლება. კარგი, მშვიდად ვარ. ექიმა რა თქვა? ყველაფერი კარგადაა. კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა დავიღალე სულ ესაა. კარგი, ექიმიც ამას იძახის ესრა. ყველაფერი დაღლილობის ბრალია. ახლა დაისვენებ ხოლმე. სამსახურში არ მოხვიდე, კარგი? კარგი, ნუღელავ გთხოვ. საღამოს სახლში ვილაპარაკოთ. ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. ბრილიანტებს შეხედეთ. აი, თქვენი მანდიც, ინებეთ, გემრიელად მიირთვით. ერთი კოვზი გაცინჯეთ. აქ რას აკეთებთ? მოახერხეთ და ჩხუბის და ხმაურის გარეშე ხართ. ერთმანეთს თმას არ აპუტავთ? ეკო, საყვარელო. მოვიდა. მოხვედით. თქვენ მოხვედით, მაგრამ არასწორ მისამართზე. იმ ადამიანებთან ერთად ზიხართ, ვისთანაც არ უნდა იჯდეთ. წამოდით, სახლს გაჩვენებთ. წამოდით, გთხოვთ. მანტები ჯერ არ გიჭამიათ. ოქროს კოვზით შეჭამოს. დაივიწყეთ მანტები. საერთოდ არ გაგისინჯავთ. ოქროს კოვზით. აგერ, მისმინეთ ქალბატონო, აი ეს როგორ ხდება? ხელი გამომიწოდეთ. აბა, ნახეთ ხელი. საკმარისია. გაჩერდით. საკმარისია. გაჩერდით. მე არქიტექტორი ვარ. სახლის სანახავად მოვედი. უკანა კედლის დანგრევა და ბაღის გაკეთება უნდათ აქ, ამიტომაც მოვედი. არა, არ გავაკეთებ, სხვამ გააკეთოს. შეშლილები ხართ? მე არა. ნაწილობრივ. მე არა. ეს ხალი მთელი ეს დრო ამიტომაც იძახდა რომ სახლი უნდა ენახა. ვიღაც მანიაკი იყო და მანტებით ტყუილად გავაკეთე. დედა, იმ ქალს ასე რატომ აძალებდი ჯამას? მისმინე. სოციალური მუშაკები როცა მოვლენ, მშობლები აქ არ უნდა იყვნენ. შეხედე რა მოხდა. არ ვიცი როგორ მოვიქცე, მართლა არ ვიცი. ეს რა არის? ვინ არის? გაჩუმდი. გისმენთ? დიახ, გამარჯობა. ვალდილით, კარგი შეხვედრამდე. ხვალ მოდიან? რამე გამოსავალი ნახე, კარგი? დრო ყველამდე გვაქვს. ხო, ყველაფერი გამოგვივა. ხო, გამოგვივა, რატომაც არა. სიძე. ყველგან გეძებდი, რა კარგია აქ რომ გიპოვე. ამას თავი დაანებე, მომისმინე. ვერ ხედავ რომ მუშაობ. ახლა მუშაობის დრო არა, ამაზე მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს. უნდა დამეხმარო. ო, კარგი, მაგრამ აქ რას აკეთებ? სახლში არ უნდა იყო სოციალური მუშაკები და რამე. მოვლენ, მაგრამ ხვალ. ზუსტად ამიტომ უნდა დაგვეხმარო. ეს სურვილი არაა, არც თხოვნა, ადამიანური ვალია. კარგი, მე არ გადარდებ, კარგი. შენს დაზე იფიქრე რა, დაიკოზე და დიშულზე იფიქრე. რაზე უნდა ვიფიქრო, რა ხდება ეკო? დედა ზუმრუთი, რა? დედა ზუმრუთი აქედან სადმე შორს უნდა წავიდეს, როცა ისინი მოვლენ. მე და ელიფი ნამდვილი სპექტაკლის მოწმეები გავხდით. ნამდვილი საშინელებათა ფილმი იყო. გეფიცები? ასეთი ამბავი იყო? ასეთი ამბავი? რას გეუბნები? ერთი ქალი უკვე გააქციეს. წარმოიდგინე რას იზამენ. წარმოიდგინე. მე და ეს რა ხლახან შევრიგდით. ყველაფერი ისე ძველებურად იყო. ახლა ეს, მაგრამ ჩვენ დედა ჩვენს ვიცნობთ. დედა შენს ვიცნობთ, მაგრამ ეს რასაც კარგად ვიცნობთ, ეს რა გაგიგებს, ნუ ნერვიულობ. დედა ზუმრუთი და სოციალური მუშაკები ერთად. წარმოიდგინე რა მოხდება. ქალს მანტების ჭამა იძულეს და მამა რძის ბოთლით მოვიდა და ქალს გასინჯვას აძალებდა. საშინელება, უნდა დაგვეხმარო, გთხოვ. დედა, საკმარისია, ძირს ნუყრი. ცოტა ხნის წინ დავალაგე. ჩათვლიან რომ მე დავყარე. იატაკზე არ ყრი, უბრალოდ მანდ ხვდება. იცი რას ფიქრობ? ავეჯი ხომ არ შეგვეცვალა.
არა, ვფიქრობ, კარგია. არა, არც ისეთი მდიდრულია. მინდა ძალიან მდიდრული იყოს. ჩვენ სავით, იქნებ დავტოვოთ როგორცა. არა. გისმენ შვილო? დედა, ძალიან მოგვენატრე. ასე კარგია. დიდი ხანია ჩვენთან არ მოსულ ხარ. და ჩვენ გვწყინს ატლასაც მოენატრე. და იქნებ რამენაირად იქნებ თქვენ გესტუმროთ. მიდი უთხარი. იქნებ ამ საღამოს ჩვენთან დარჩე? ხო. 100 ჯერ კი, 1000 ჯერ კი, თან ახმავარ. კარგი დედა, მაშინ სამსახურის შემდეგ გამოგივლი. დარწმუნებული ხარ, ხომ? დარწმუნებული ვარ, შვილო. მოვა. გეკითხები იმ შემთხვევისთვის თუ გადაიფიქრე. არავითარ შემთხვევაში. უმალ თმის ფერს შევიცვლი, მაგრამ არ გადავიფიქრებ. სახლს როცა მოუახლოვდები დამირეკე. დედა, რა მოხდა? სად მიდიხარ? ჩემმა შვილმა სტუმრად დამპატიჟა ღამის თევით. ჩემი ჩემოდანი სადაა? ჩემოდანი არ მომიტანე. ჩემოდნით, ოჯახიკო. გადავიფიქრე, იელჩინ. აშკარა არ უნდა. გაგრძელებას აზრი არ აქვს. რამდენადაც მივხვდი, არაფერი იცი. რა? ნაზიმ. შენი შვილი რამდენიმე დღის წინ ზუმრუდს ელაპარაკა. რა? ხო? უთხრა რომ არ შეგეფერება. უთხრა რომ ის და მისი და წინააღმდეგები არიან. რას მეუბნები, იელჩინ? მაპატიე ნაზი, მაგრამ ყველაფერი ასე იყო. ცხადია, მას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ჩუმად ვერ ვიჯდები. ზუმრუდი ძალიან დარდობდა, იმიტომ რომ გაფასებს ნაზიმ. რამდენადაც მივხვდი, არ უნდა შვილებთან იჩხუბა. ვფიქრობ, მას უკვე იცნობ. ჩუმად არ იქნება, პასუხის გაცემას ყოველთვის შეძლებს. და ამიჯერე. ძალიან განვიცდიდი, იელჩინ. რა თქმა უნდა, ძალიან მწვენია. საიდან უნდა მცოდნოდა. ეს საკითხი რამენაირად უნდა გადავჭრა. მე გადავჭრი კი, შვილს დაველაპარაკები. აუცილებლად, ღმერთო. ანუ რესტორანში ასე უცნაურად, ამიტომ იქცეოდა? კარგი, წავალ შვილს დაველაპარაკები. კარგად. რა გავაკეთო? ოზან. ამჯერად მარტო არ ვარ. ამჯერად შენც ჩემთან ხარ. ერთად ვართ, ოზან. დედიკო, რა ლამაზი ხარ? სასეირნოდ მივდივართ? შვილო. დიდი მადლობა, მაგრამ სასეირნოდ არ მივდივართ. მე შენ და მამიკო სახლში ვივახშმებთ. მამიკოსთვის ძალიან კარგი სიურპრიზი მაქვს. რა სიურპრიზი? მაინტერესებს ძალიან. მითხარი. არაფერს გეტყვი, იმიტომ რომ მამიკოს მოვუყვები. ყოველთვის ყველაფერს უყვები. ჯერ მამიკოს ვეტყვი და შემდეგ შენ, კარგი? გინდა მაგიდა ერთად გავშალოთ? კარგი. კარგი. წამოდი ჩემო პატარა ჯენტლმენო. მოდი შვილო. მარილი აქ დადგი. სალათი, აი აქ. ყველაფერი მზადა. მადლობა პატარა შეფო. ძალიან დამეხმარე შვილო. დიდი მადლობა. მალე მამიკოც მოვა და ვივახშმებთ.
birazdan yemeğimizi yeriz. Ha? აი მამიკოც Ben geldim. მე მოვედი Ay bu evde benim hiç ეს სახლი საერთოდ არ მომწონს მაგრამ არ აუშავს ზუმრუდ კორფალი აქაც შეცვლის ყველაფერს არ ინერვიულოთ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დეიდა ზუმრუდ არ ვიცოდი რომ მოდიოდით დამიჯერე არც მე ვიცოდი მაგრამ შვილმა დამირეკა და მთხოვა ერთი ღამე თქვენთან დავჩენილიყავი მე მუდარებოდა რა უნდა მექნა მე ხომ დედა ვარ ვერ გავუძელი და წამოვედი geldim işte. ჩემო შვილი შვილო ეს რა დედა ამაღამ ჩვენთან რჩება რასთან დაკავშირებით ამაზე სამზარეულოში ვილაპარაკოთ კარგი იქნებოდა როგორ გაიზარდე უკვე სიმაღლეშიც დამეწიე რა ცოდი სახლია ოზან რა ხდება დედა შენი რატომ მოვიდა ხვალ დილით სოციალური მუშაკები მოდიან ეგო მთხოვა დედა წამომეყვანა არ უნდათ დედა იქ დახვდეს ეს ნორმალურია არ იკითხავენ რანაირი ოჯახიაო ეკოს და ელიფის დაცვაც კი შეიძლება გადაწყვეტო ზუსტად ახლა ყველაფერს მოვიდა უფრო მეტიც იცი დედა მოქროს თებში და კოვზიც კი იყიდა მაშინ კიდევ მოუწევს ყიდვა რა თქვი ეს რა თქვი რომ დედა შენისთვის კიდევ ერთი თებშია საჭირო რა თქმა უნდა ხო რა თქმა უნდა მაგრამ შენ ასე ლამაზად რატომ გამოიყურები რამეს აღნიშნავთ არ ვიცი İstersen yemek. თუ გინდა შეგვიძლია ამაზე ვახშმის შემდეგ ვილაპარაკოთ შეიძლება ვისაუბროთ ცალკე Ne oldu? არც კი მინდა ვიკითხო Hiç merak etme. არც კი მაინტერესებს Hiç merak etmiyorum. Gel. წამოდი İti oluşumun oluşu. მიაწექი შვილი შვილო მიაწექი Sürekli მიაწექი შენი ეშმაკი დედა ასეთ რამეებს ყიდულობს ძიმეს რომ ვერ გადავაადგილო არა ნახეთ რა ლამაზია რა მხელა სივრცეა böyle olur. სახლი ასეთი უნდა იყოს დედა ზუმრუდ რას აკეთებ ვცდილობ სახლი რაღაცას დავამსგავსო ახლა გასაგებია კარგი მაგრამ ასეთი რამეები არ მომწონს მე უბრალოება მომწონს შენ გემოვნება არ გაქვს სახლის მოწყობის არაფერი გესმის Döşemekten döşemekten. რას ნიშნავს გემოვნება არ მაქვს შვენიერი გემოვნება მაქვს გარდა ამისა საუკეთესო დიზაინერები მყავდა საუკეთესო დიზაინერი მე ვარ თავი დაანებე არ მინდა დეიდა ზუმრუდ შეგიძლია საკუთარი სახლი გააფორმო Ya Krishna. საკუთარი ესეც ჩემი სახლია ესეც ჩემი სახლია ხომ ასეა შვილო Bunları da buraya koyacağım. არ მინდა Hiçbirini ya. Ya bırak. ხელი გაუშვი ეს არ მინდა გაუშვი ხელი მომეცი არა გაუშვი ხელი არა გაუშვი ხელი არა გაჩერდით Hadi. მოდი ვივახშმოთ Ben çok acıktım. გთხოვთ Tam ne güzel ეს şeyler რამ yapmış. იმდენი რამ მოამზადა წამოდი დედა ვივახშმოთ Anneciğim sen geç otur. დედა მაგიდას მიუჯექი წამოდით უბრალოდ ვივახშმოთ კარგი ვახშმის შემდეგ გავაგრძელებ ეს რა ეკოს და ელიფის ხათრით მოითმინე ეკოს და ელიფის ხათრით დედა მოდი მოვდივარ მოდი Kaç işte yemek იმდენი რამე მოვამზადე და არ მოწონს მისგან რას უნდა ელოდო neymişse. გემრიელად მიირთვით დავიწყოთ Buyurun buyurun. buyurun. O zaman şimdi bizim იქნება ახლა მაინც გააკეთოს რამე ბატონმა ნაზიმმა შესარიგებლად aralarını düzeltmek için bir şey yapar ha yapmaz mı? Ya bu ჩემო სულო მეც ასე ვფიქრობ ნახოთ რა იქნება სავარაუდოდ ილაპარაკებენ ისაუბროთ ზუმრუდს მე დაველაპარაკები Ha? ზუმრუთი სახლში არ არის ხვალ დაელაპარაკე Zümrüt ne? ამ შუაღამისასაც წავიდა რას ნიშნავს სახლში არა ეს რასთან წავიდა ღამე იქ დარჩება Efendim? რა ეს რასთან წავიდა ჩემოდნით Zümrüt bavulu. ზუმრუდ ეს რასთან წავიდა ჩემოდნით O evde sadece იალჩინ მე იმ სახლში მხოლოდ ერთი ღამე გავატარე მე დედამისი ვარ მაგრამ მხოლოდ ერთი ღამე დავრჩი რას ნიშნავს ჩემოდნით წავიდა ესე იგი დიდი ხნით კაფე დაკეტე ჩვენც ეს რასთან მივდივართ მიალაგე სწრაფად კარგი ჩემო სულო მართალი ხარ ჩვენც უნდა წავიდეთ Yalnız Eko, sen ეკო biraz geç kaldın. მეცადინეობა ძალიან დაგაგვიანდა თუ მატჩის შესახებ შეგეკითხებიან ყველაფერს მოუყვები წითელი ბარათების და გატანილი გოლების შესახებ ხუმრობ არა მე ყოველთვის ასე ვიყავი ჩემო ყვავილო ყოველთვის უკანასკნელ მომენტში ვმეცადინეობდი ეს ჩემი განსაკუთრებული მეთოდია Onun sonuçları pek მაგრამ fazla olmasa da შედეგი ყოველთვის კარგი არაა ხოლმე ეკო ორი წამით არ მოდუნდეთ შეიძლება თქვენი საზღვრები დაარღვიონ ეს რას ნიშნავს ჩვენ რა ტერი გვეყოლება ვერაფერი გავიგე საკმარისია საყვარელო ორი წამით საკმარისია მაგრამ მან წერია ისე საშილა წერია ეს იცოდი
საყვარელო, წიგნების კითხვა არ გჭირდება. აქ დაწერილი რჩევები არაფერში გამოგადგება, ისედაც შესანიშნავი მამა იქნები. რატომ? იმიტომ რომ შესანიშნავი ადამიანი ხარ. ხო, ყველაფერს გავუმკლავდებით. აუცილებლად. ერთ რამეს გეტყვი. რას? ხვალინდელმა შეხვედრა ძალიან კარგად უნდა ჩაიაროს. დედას გარეშე სურელურად არ უნდა მოვიქცეთ. ხანძარი არ უნდა გავაჩინოთ. ხანძარი? ხანძარი თუ არ იქნება, დანარჩენს გავუმკლავდებით. არ იქნება არა. გავუმკლავდებით. მეც ასე მგონია. გავუმკლავდებით. უნდა მოვემზადო. წიგნი მომეცი? ცოტას კიდევ წავიგითხა. ცოტას. რა კარგია რომ მოვედი. Şimdi ne iyi etmişim de gelmişsin. Nasıl yani? Ben hissiz miyim? არ გეძინება დედა? Yok gelmedi. არა, vallahi cin მართლა. ძალიან კარგი. Tamam. კარგი, მაშინ მეწავალ ჩაის მოვამზადებ. დალე? Ilık ılık içersin ha? არა გამორიცხულია. ძილი მომერება. ყავა მომიტანე. Güzel şunu içeyim. ყავა შეიძლება არა? ცუდად გახდები. რატომ? წყალი დალია. Ne içeceğim? ჩემი შვილი დედაზე ზრუნავს, დედაზე ფიქრობს. დედა პირველ ადგილზეა. დედის ადგილს ვერავინ დაიკავებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს. Bunu da herkes böyle bilsin. Bir insan hiç mi? კარგი, ახლა ჩემი გადაცემა იწყება. დედიკო. Tamam neyse. O zaman გადავთავ. მომეცი აქ. ჩემი სერიალი იწყება. ნუ ერევი. Karışma. ჩემი გადაცემის ნახვა მინდა. სერიალის დრო არაა. ortada ne oldu? Ne ara izlemedin? სერიალს ყოველ კვირა ვუყურებ. მომეცი. Ver şunu. Ne dizisi? რა სერიალი? ეს Ayrıca bu ამ დროს სერიალები არ გადის. dizi mi olur? Ya tek გამეორება. შენ არ იცი. სერიალს ქვია როგორ? kapımdaki მტერი ჩემს გართან. ასეთი სერიალი არ არსებობს. მომეცი, თუ არ ვუყურე ვერ დავიძინებ. მომეცი. ეს უკვე მეტისმეტია. დეიდა ზუმრუთ მომეცი. მომეცი გატეხავ. პატივისცემა გამოიჩინე. ჩემი სერიალი მალე დაიწყება. მომეცი. başlayacak. Ya ver şu kumandayı. Aa. Anne? დედა? Ya sen. Baba? მამა, Sizin ne işiniz var? აქ რასაკეთებთ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. სიტყვები არ მყოფნის ასეთ სირცხვილს პირველად ვხედავ. დენი გაგვიტიშეს შვილო იძულებულები ვიყავით. შურიანი. გაიგო რომ აქ ვარ, ვერ მოითმინა და წამოვიდა ხომ ასეა. ეს რა შუაშია ძვირფასო? დენი გათიშეს, სიბნელეში უნდა ვისხდეთ? Kafamızı mı yarsaydık canım? შეგეძლოთ დასაძინებლად დაწოლილიყავით. Seçenek senin için. ასეთი არჩევანი შენც გქონდა. Sana ne? შენ რა გადარდებს? ჩვენ შვილთან მოვედით უცხოსთან ხომ არ მოვსულ ვარ. Kızımızın evine geldik. Yabancıya mı geldim? Sana ne? ეს სახლი ჩემი შვილისა. ახლავე წადით. Evi benim oğluşumun evi. Derhal terk წადით აქედან. კარგი, საკმარისია, ნუ ჩხუბობთ. მოდი ტელევიზორი ჩავხტოთ. მალე დაიწყება. Ne olur biz tartışalım. თავარია თქვენ არ იჩხუბოთ. Şu bıyık mıyık არ მომწონს ეს ოჯახი. bilmiyorlar ya. საკმარისია. Kızlar. აბა, Rahat. კომფორტული ტახტია, ქალბატონო ეს რა. ძალიან კომფორტულია უზან, ძალიან. თუ გინდა, შეგიძლია აქეთ გადმოხვიდე. Burası hem çok კომფორტულია და ადგილიც ბევრია. yerde var. ხედავ. Yani geriye კარგი თუ ასე გინდა? ısrar ettin. Gelin bari. ჩემთან მოდ. Ozan ოზან, artık იქნებ ვილაპარაკოთ. Sonra konuş. მერე ვილაპარაკოთ. Ozan ama ლაპარაკი მინდა. Tamam, sonra konuş. მერე, ხო? Of, ოზან სერიოზულად. lütfen. ხო, Konuşalım. მოდი ვილაპარაკოთ. Bir şey konuşalım. შენთან საუბარი მინდა. კარგი, ვილაპარაკოთ. რაზე? Ozan ben ოზან, bugün დღეს მე დღეს შენ? Oğluşum შვილო, დედა? uyumadı. ვერ დავიძინე. რა? ვერ დაიძინე? Ne yapalım? რიდა გეხმარო? Uyuyamadıysan? Gel benim წამოდი ჩემს გვერდით დაიძინე. სერიოზულად? მხოლოდ ასე თუ დამეძინება, წამოდი. დედა, ეს როგორ შეიძლება? რატო ვერ იძინებ? შემეშინდა. რა? ეწი?
ძალიან შემეშინდა შვილო, რაღაც მომელანდა. მოგელანდა? ეს როგორ? ვერ დავიძინე. დედა, სახლში უამრავი ადამიანია. ყველანი აქ ვართ. საშიში არაფერია. წადი ლოგინში და იძინე. არა, ძალიან მეშინია. დედა, შენც ვერ დაიძინე ზუმრუთ. ვერა, ძილი გამიქრა. მეც იქნებ რამეს უყუროთ. რა შესანიშნავია. ხედავთ რომელი საათია? შესანიშნავი კითხვა, კი? დიდი ამბავი. ჩუმად ვისხდებით და ვუყურებთ. მომასეა ზუმრუთ. მე ჩემ შვილთან ვიჯდები. შენ შვილთან. ესეც ასე. რამე მხიარული. კარგი. მიდი ჩართე. ელიფს ელაპარაკე? ველაპარაკე. რიელტორი უკვე მივიდა. შესანიშნავია. სანამ ყველანი აქ არიან, საქმე მოაგვარონ. იმედი მაქვს. მინდა დაგეხმაროთ. დახმარება გინდა? კარგი. ეს აიღე და სასადილო ოთახში შეიტანე. მიდი, გაიქეცი. საყვარელო. მადლობა. ბავშვები თუ იქცევით. შვილი, შენი ქალიშვილი შრომას აიძულებს. მოდი ჩემთან, მოდი. იქნება ელიფს და ეკოს და ურეკოთ. ისინიც მოსულიყვნენ. ერთად ვისაუზმებდით. დავურეკავ. არ მოვლენ. რიელტორი მივიდა. რიელტორი? მშობლებს სახლში წავიყვან, შემდეგ კი მარტოები დავრჩებით. კარგი იქნებოდა. რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაზე? რა ხდება? ახლა მომიყევი. მიდი. მომიყევი. ყველა წავიდა. რა? სად წავიდნენ? ყველანი წავიდნენ. კი, მაგრამ როგორ? სად? სად წავიდნენ? სად? სად წავიდნენ ატლას? უთხარი რომ რიელტორი მივიდა და წავიდნენ. წავიდნენ? უთხარი რომ რიელტორი მივიდა? რა კარგად გითქვამს? ვერაფერს იზამ. ჩვენც უნდა წავიდეთ, მხარი დაუჭიროთ. მეც ასე მგონია. წავიდეთ. წამოდი შვილო. ძალიან ლამაზი სახლია. მადლობა. ბავშვის ოთახი რომელი იქნება, უკვე გადავწყვეტეთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჯერ არაფერი შეგვიძლია. რა თქმა უნდა, გადავწყვეტეთ, ფული არ დაგვეხარჯა. ხუმრობ. ხუმრობა მიყვარს, ძალიან მიყვარს, ამიტომაც თავი ვერ შევიკავე ვერაფრით, სულ ხუმრობ. აი ასე ვარ. ხუმრობ და ხუმრობ. ხო, გამუდმებით ასე ვხუმრობთ. შესანიშნავი ადამიანია, ძალიან კარგი. Çok güzel bir insandır. Çok iyidir o. Çok iyidir. შენ ხარ კარგი, ჩემო ყვავილო. ეს ვინა? თქვენი ნათესავია? დიახ. ხო, ჩვენი ნათესავია. ფოტოც ამიტომ კიდია. ხსოვნა იყოს. Amin. ნამდვილად? მადლობა. მადლობა. ერთად ცხოვრობ? დედაც ახსენეთ. Öyle bir კი, დედაც, მაგრამ დღეს სამწუხაროდ საქმეები გამოუჩნდა. aramızda olamadı. დიახ, თქვენც უნდა გაიცნოთ, ძალიან კარგი ადამიანია. ნამდვილი დედაა. ხო, ძალიან კარგი ადამიანია. შესანიშნავი. ძალიან. შესანიშნავია. ძალიან მიხარია. ჩვენც გვიხარია. ჩვენც. მანქანიდან გადმოდი, ჩქარა. მოიცადე, სად გარბი ხარ? მოიცადეთ. შემეშვით. წავედით. გაღე. ბავშვის ოთახს გაჩვენებ, ზემოთაა. 2 წამით, ქალბატონო ელიფ. დედა, მამა. გამარჯობა. მე ზუმრუთ კურფალი ვარ. მე მენექშე. ბებია გავხდები? არა, მე გავხდები ბებია. მე კი ბაბუა გავხდები. შენ გაჩუმდი. როგორი დიდი ოჯახია? ნამდვილად დიდი ოჯახი გვაქვს. და მე ზუმრუთ კურფალი ვარ. საუკეთესო ბებია ვიქნები. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ქურდია, ბებია მე ვიქნები.
რა გურდიხარ? Benim lafım var. Ben babaanne olarak გეყოთ საკმარისია. გეყოთ. ორ წუთს წაგართმევთ. ჩემი გამოგონება მინდა გაჩვენოთ. ჭკვიანი ბოთლი. ჭკვიანი ბოთლი? დიახ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მზის ელემენტებზეა. როგორ მოგწონთ? გამარჯობა. გამარჯობა. ბატონი ფოტოდან ცოცხალია? დიახ. ცოცხალი ვარ, დიახ. ოზან კორფალი, შეგიძლიათ შემეხოთ. გამარჯობა, მე ესრა კორფალი ვარ. მე და ოზანი ცოლ-ქმარი ვართ. ამ საყვარელი ბავშვის დედა ვარ. გაეცანით. ატლას კორფალი, ერთადერთი ბავშვი ოჯახში. ჩვენ აქ დედების წასაყვანად მოვედით. თქვენ კი შეგიძლიათ საუბარი გააგრძელოთ. დედა, ჩვენთან ერთად წამოდი. გამოგყვებით, თქვენ გააგრძელეთ. ხო, ნამდვილად. წავედით, ყველა წავედით. გარიღია იყო და შემოვედით. ეს ვიღა? გალბატონო ზუმრუთ, გავიგე რესტორანში ასე უცნაურად რატომ იქცეოდით? ჩემი ქალიშვილი ბოდიშს მოგიხდის. Sen niye özür diliyorsun? რისთვის? ბოდიშს ვიხდი. ჩემს დასაც უნდა და მოსვლა იქნებ, მასაც დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ხო. დეიდა, სიძე, ბიძაშვილი, ყველა შეუძლია მოვიდეს. არ ვიცი, არაფერი ვიცი. ბოდიშს რატომ გიხდის? არ ვიცი. ბატონო ოზან, მე და ქალბატონ ზუმრუთს ერთმანეთი მოგწონს. რა, დედა? და ეყოლა მიცოდეს. გადაწყვიტეს ახლა გამოგეცხადებინა? თქვენი სტემბართვით მეწავა. არაური წამით არ შეიძლება. არ წახვიდეთ. ერთი შეხედვით ძალიან უცნაური ოჯახი ვჩანვართ, მაგრამ წინამდვილეში ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. ძალიან ბედნიერი და მხიარული ოჯახი ვართ. ხო, გეთანხმებით არანორმალურები ვართ, მაგრამ რომელი ოჯახია ნორმალური? დიახ, მითხარით, გინახავთ ნორმალური ოჯახი? Öyle sorarız size hangisi? ზუსტად, გინახავთ? გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ოჯახში ყველა ბავშვს სიყვარულით და სიხარულით ხვდებიან. İlgiyle ve büyük bir eğlenceyle, mutlulukla karşılanır. დიახ, ასეა. გეთანხმებით. İşte bu yüzden სწორედ ამიტომ ძალიან ვღელავ, çünkü იმიტომ რომ ჩემი შვილი ამჯერად თავიდანვე დიდ ოჯახში გაიზრდება. ამჯერად ოჯახში? როგორ? რა? Nasıl yani? რას ქვია? ამჯერად. Ozan, ოზან? ეს რა? ben ორსულად ვარ. რა? ორსულად არის? ორსულად.